იესო ქრისტე ამბობს, ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. აი ამ სიტყვებით მიგვითითებ გზას ღვთის სასუფევლისკენ, სულის ხონებისკენ. ეს გზა კი მხოლოდ ერთია, გზა სიყვარულის, რომელიც იწყება არ განკითხვით. როგორ მოვიქცე მე თუ არ მაქვს ასეთი სიყვარული? აი ამაზე ყველა წმინდა მამა პასუხობს ერთნაირად. სხვათა განკითხვის უდმივ ჩვევას უნდა დაუპირისპიროთ თვით განკითხვა. აი მაგალითად შესწოდა მოყვასმა, დაეცა ცოდვით და შენ მოგდის აზრი რომ ის განიკითხო. აი ამის ნაცვლად უნდა ეცადო რომ შენი თავი განიკითხო. და თქვა, იფიქრო რომ აი დღეს ჩემი ძმა დაეცა და ხვალ კი შეიძლება მე დავეცე და შეიძლება უარესათაც კი დავეცე. ის შეიძლება ინანიებს უკვე, ან უკვე მოინანია, მე კიდე სათანადოდ არ ვინანიებ. ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში უნდა ვიაროთ სწორედ ძნელი გზით, ვარსმის გზით. და ამდენად ვისაც სურს სულის ხონება და წყურია ღვთის სასუფეველი, უნდა იაროს აი ამ გზით, ასაც ქვია არ განკითხვა.